როგორ აღვიქვამთ ღმერთს ჩვენს ცხოვრებაში? ხშირად გვგონია, რომ ღმერთი მხოლოდ გარკვეული ფორმით და გარკვეულ ადგილებში ვლინდება, მაგრამ ამან შესაძლოა ჩვენ შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან თუ ჩვენს წარმოდგენებს ღმერთის შესახებ ზღვარს დავუყენებთ, შესაძლოა ჩვენ ვერ შევამჩნიოთ ღვთაებრივი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბუნებაში, ხელოვნებაში, ადამიანებში, იმ ჰაერშიც კი, რომლითაც ჩვენ სუნთქავთ. მაგალითად, მე შევნიშნე, რომ მაშინაც კი, როცა რთულ სიტუაციაში ვარ და შფოთვას განვიცდით, ჩვენ მაინც შეგვიძლია ვიპოვოთ სიყვარული და მხარდაჭერა. უბრალოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენით და საუბრით. ამ დროს ყველაზე მთავარია ყურადღება არ გავამახვილოთ იმ ფიქრებზე, რომლებიც დაკავშირებული არიან მომავალსა და წარსულთან. მთლიანად გადმოვინაცვლოთ აწმყოში, შევიგრძნოთ, რომ ეს მე ვარ, ეს ჩემი სხეულია. მთელი გულით, გულწრფელად დავიწყოთ საუბარი ჩვენ საკუთარ თავთან. ჩვენ შიგნით არის ღმერთი, რომელიც ყოველთვის გველაპარაკება სიყვარულით გაჟღენთილი ფიქრები და ეს ძირითადად პირველი ფიქრია, პირველი იმპულსია, რომელსაც თან ახლავს სიხარულის და ბედნიერების გრძნობა. ის სიყვარული, რომელსაც ამ დროს ვგრძნობთ, გვაძლევს გაგებას, რომ ღმერთი ჩვენშია და ჩვენ უსაფრთხოდ ვართ, ვიყოთ მადლიერები ამ დროს, ამ გრძნობისთვის და შევეცადოთ შევიგრძნოთ, რამდენად დიდი ენერგიაა ეს. ამ მომენტში შეიძლება ჟუანტელმაც გაგიაროთ. თითქოს რაღაც საოცრად ძლიერი და სუფთა ენერგია, სიყვარულის ენერგია გეხვევათ და შეკითხვა მაქვს ამ ყველაფრის შემდეგ, ანუ როგორ ფიქრობთ? შეგვიძლია თუ არა დავინახოთ ღვთაებრივი ყოველდღიურ ცხოვრებაში, უბრალოდ ნივთებსა თუ მოვლენებში. მე დარწმუნებით შემიძლია თქვა, რომ აწმყოში ყოფნისას ჩვენ პირდაპირ კავშირზე ვართ სამყაროსთან, რადგან ამ დროს ირთვება ჩვენი სამება, ეს არის ფიქრი, სიტყვა და მოქმედება. და სწორედ რომ ეს ანიჭებს ჩვენს სიცოცხლეს აზრს.